მოდით გავაგრძელოთ ფილიპელთა წერილის შესწავლა და ჩვენ ვკითხულობთ ფილიპელთა მეორე თავის 10 და 11 მუხლი. რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწის ქვეშეთესამ და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი მამა ღმერთის სადიდებლად. ჩვენ ვისაუბრეთ სახელებზე, წინა მსახურებაზე და ვთქვით, რომ ღმერთს ბევრი სახელები აქვს და თითოეულ სახელში ჩადებულია ღმერთის ბუნება. ის მკურნალი არის, ის არის ალამი, ის არის ყოვლის მყრობელი და ასე შემდეგ. და ჩვენ ვთქვით, რომ სიტყვა იესოში, ანუ იეშუა ჰა მაშიახ, ანუ იესო ქრისტე, ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ. სიტყვა იესო ებრაულად არის იეშუა, ხოლო ქრისტე მესია არის მაშიახ. იეშუა ნიშნავს ხსნელს, ხოლო მაშიახ მესია ნიშნავს ცხებულს. და აი ამ სახელში, რომელიც იესოს მიეცა, გაერთიანებულია ყველა სახელი, რომელიც კი ღმერთს ადამიანებმა მიანიჭეს, რადგან გამოეცხადა ღმერთი სხვადასხვა სახელით, ანუ სხვადასხვა გამოცხადებით, იესო ქრისტეში ყველა ეს სახელი გაერთიანებულია, ანუ ის დაყენებულია ყველა სახელზე მაღლა. რადგან მასში არის ყველა ეს დიდება, რაც მამაში არის. და ეს იმიტომ გააკეთა მამამ, რომ იესოს სახელის წინაშე, ანუ მის წინაშე, მისი თვისებების წინაშე, მისი ძალაუფლების წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწის ქვეშეთისა. და ყოველმა ენამ, მარტო ქართულმა ენამ კი არა, ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი. ანუ ყველა ენამ, ანუ ყველა ერმა აღიაროს და თქვას, რომ მხოლოდ იესო ქრისტე არის უფალი, ბატონი, ბრძანებელი, ყველაზე მაღლა. რომ მხოლოდ მის სახელში არის ყველაფერი. ამიტომ, როდესაც შენ აეუბნები ვიღაცას განმკურნე, ვიღაცას ეუბნები წმინდანი ხარ, ძლიერი ხარ, ეს არასწორი არის. მხოლოდ ყველა ენამ უნდა აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი. რატომ? რომ ღმერთმა იდიდოს. მამა ღმერთის სადიდებლად. თუ შენ გინდა განადიდო ღმერთი, უნდა იცოდე ერთი სახელი, რომელშიც ყველა სახელები არის თავმოქცეული და ყველა სახელზე მაღლა. ეს არის იესო ქრისტე. ამიტომ, როდესაც შენს სულიერ სამყაროში და შენ თაყვანისცემის სამყაროში სხვა სახელები შემოდის, ამითი შენ ღმერთს აღარ ადიდებ. პირდაპირ წერია, არ არსებობს სხვა სახელი. გიორგი არის სახელი. არის სახელი. ნიკოლოზი არის სახელი, გაბრიელი არის სახელი, არის სახელი. მაგრამ დაწერილი არის, რომ არ არსებობს სხვა სახელი. არის ერთი სახელი, რომელიც არის სულიერ სამყაროში, რომელშიც თავმოყრილია ყველა და ყველაფერი და სხვა სახელი არ მოიხსენიება, არ არის საჭირო. თუ შენ გინდა ღმერთი განადიდო, უნდა იცოდე მხოლოდ ერთი სახელი, იესო ქრისტე, იეშუა
ჰამაშიახ. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ იესო არის ღმერთი. შეგვიძლია ვთქვათ, რადგან მამის მთელი დიდება არის მასში და როდესაც ჩვენ ვხედავთ იესოს, ჩვენ ვხედავთ მამას. და ის ახლა შუამდგომლობს ჩვენთვის მამასთან. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. ძვირფასებო, როდესაც ჩვენ ვლოცულობთ მამა იესო ქრისტეს სახელით, თუ შენ ლოცულობ სხვა სახელით, უკვე მამასთან არ გაქვს მისადგომელი. ამიტომ შენ როდესაც გინდა, როდესაც ამბობენ, რომ ღმერთო, წმინდაო ნინო იყავ მეოხი ჩემთვის. ანუ წმინდაო ნინო მიშუამდგომლე მამასთან, ან ღვთისმშობელო მიშუამდგომლე ღმერთთან, ხო? სხვა სახელი არ მუშაობს მამასთან. მუშაობს ერთი სახელი იესო ქრისტე. ამიტომ ვამბობთ იესო ქრისტეს სახელით მოვდივარ შენთან მამაო. ასეა დაწერილი ილოცეთ იესო ქრისტეს სახელით. როდესაც შენ მიდიხარ წმინდა ნინოს სახელი და გიორგის სახელით, ჩაკეტილია იქ, არ მუშაობს მამასთან. სხვა სახელი არ მუშაობს. ტყუილად ლაპარაკობ, არ განადიდებ ღმერთს. იმ სახელებით სხვაგან მიდიხარ, სხვა სფეროში, სხვა მამასთან. ამიტომ ეს ძვირფასებო, რასაც პავლე მოციქული წერდა და ამბობდა, მოცლილი კი არ იყო. წერია, რომ იესო ქრისტეს სახელით. იესო ქრისტეს სახელით. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა სახელით არა. იმიტომ რომ დაწერილია, რომ იესოს სახელით. იესოს სახელით. იესოს სახელით. ფილიპელთა 2:12. ამიტომ ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ, შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენ სახსნელად. ეს სიტყვა არ არის სწორად ნათარგმნი, უნდა იყოს გადასარჩენად ან ძველი ქართულით საცხოვრებლად. პავლე მოციქული ეუბნება ეკლესიას, რომ ისე ნუიზამთ, რომ მე რომ მივდივარ, აშვებულები ხართ, არამედ ყოველთვის იყავით მორჩილნი და შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს გადასარჩენად. ჩვენ გვაქვს და ეს სიტყვა შიშით და ძრწოლით იღვაწეთ. ანუ იღვაწეთ სიტყვა ბერძნული სიტყვა ნიშნავს იმუშავე, ანუ უნდა რაღაცები მოიმოქმედო იმისათვის, რომ გადარჩე. ეხლა ჩვენ ზოგადად ჩვენს ცხოვრებაში გადავდივართ რწმენიდან რწმენაში და დიდებიდან დიდებაში. იმიტომ რაც დრო გადის და მეტად ვეფლობი ღმერთის სიტყვაში, უფრო და უფრო მეტად რწმენით ვიდგამ რწმენაში. როდესაც თავიდან მოვედი რწმენაში, რა უკვირდებოდი, რა ვიცი, ხა სწორია, არასწორია, იქნებ ტყუილს ამბობს რაღაცა, ესე ცალიფეხი იქეთ მაქვს, ცალიფეხი ამათ მაქვს. მაგრამ როდესაც ღმერთის სიტყვას უღრმავდები, მერე და უფრო მეტად რწმენიდან რწმენაში გადავდივარ და შესაბამისად დიდებიდან დიდებაში. და დაწერილია, რომ საჭირო არის რაღაც მუშაობა იმისათვის, რომ გადარჩი, ანუ ცხონდე. ჩვენ ვიცით, რომ ეხლა საქართველოში იმისათვის, რომ ცხონდე, ამისათვის საჭირო არის რომ მოკვდები, ესე იგი, წესი აგიგონ და მერე სუფრაზე, ესე იგი, ცხონდეს იძახონ, ხო? მეტი ეხლა და მერე პარაკლისი, მერე კვერცხი, პასკა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ამას ვერ ვხედავთ ღმერთის სიტყვაში. აქ წერია, რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ შიშითა და ძრწოლით იღვაწეთო. ეხლა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ძვირფასებო,
რომ არსებობს რამდენიმე ტერმინი, აქ რატო არ მიწერი არ ვიცი, გამომჩა. რამდენიმე ტერმინი არსებობს, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით, რომ ხო, აიცი რატო არ ვიცი. პირველი, როდესაც ჩვენ მოვდივართ ღმერთთან და როდესაც ვიღებთ რწმენას, ამ დროს მოდის დახსნა და გამოსყიდვა. ეს არის მნიშვნელოვანი სიტყვა, დახსნა და გამოსყიდვა. რას ნიშნავს ეს? როდესაც მოდის ეს, ჩვენ ვირწმუნებთ, აღვიქვამთ რა მოხდა გოლგოთის ჯვარზე, ჩვენ ვიშვებით ზეციდან ამ დროს, ჩვენ ამ დროს გვწამს, რომ ჩვენი ცოდვები გვეპატია, რადგან იესო ქრისტე როგორც კრავი შეიწირავ ჯვარზე და ამ დროს იესო ქრისტე ჩვენი ნებით, ჩვენი გადაწყვეტილებით და ჩვენი რწმენით იესო ქრისტე გვყიდულობს ბოროტისაგან, იმიტომ რომ თელმა კაცობრიობამ ადამმა რო შესწოდა, მთელი კაცობრიობა გადავიდა იურიდიულად ბოროტის ხელში და ბოროტის ძალაუფლების ქვეშ. მაგრამ ეხლა ამ დროს, როდესაც ჩვენ მივიღეთ იესო ქრისტე პირად მხსნელად, ამ დროს ბოროტის ძალაუფლებაში რომ ვიყავით ჩვენ, იესო ქრისტემ გადაიხადა საფასური, თავისი ჯვარცმით, მსხვერპლით, სისხლით დაიღვარა და ბოროტის ძალაუფლებიდან ჩვენ ბოროტისაგან იესომ გვიყიდა, როგორც მონები ვიყავით ბოროტისა და გაგვათავისუფლა და გამოგვიყვანა ღმერთის სამეფოში, როგორც ძეები და ასულები. ვიყავით ბოროტის მონები, მაგრამ გავხდით თავისუფლები. ამას ქვია გამოსყიდვა, ამას ქვია განთავისუფლება, ამას ქვია დახსნა, დაგვიხსნა ტყვეობიდან. როგორც ბაზარში მონებს რო გამოიყვანდნენ და გასაყიდად და ყიდულობდა ვიღაც, ხო? დიდარი ყიდულობდა და გადავიდოდა ამის მონობაში. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ დიდარმა გიყიდა და გითხრა, ახლა ჩემონობაში კი არ მოდიხარ, თავისუფალი ხარ. და არა მხოლოდ გაგვანთავისუფლა, არამედ ამ დიდარმა რო თქვას, რომ თავისუფალი ხარ, მაგრამ ასევე გაძლევ ჩემს მემკვიდრეობას, ძეობას. აი ასეთ მდგომარეობაში გადმოვედით. კარგი. ამის შემდეგ რა მოდის? ჩვენ უკვე ზეციდან შობილი ვართ, ახალი ადამიანები ვართ, აღარა ვართ მონები, თავისუფლები ვართ. მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენ და უკვე როდესაც თავისუფლები ვართ, ჩვენ უკვე ახალი აზროვნება გვაქვს და ჩვენი გონება უნდა გადახალისდეს ღმერთის სიტყვით, როგორც თავისუფლებით. ეხლა ადამიანი რო დაუშვათ 40 წელი არის მონობაში და უცებ გაანთავისუფლებ, მისი გონება შესაცვლელი არის. აი მაგალითად ადამიანი სულ გაჭირვებაში ცხოვრობს, სულ უჭირს და უცებ გახდა მილიონერი. ეხლა მე მახსოვს ბებია ჩემი, ცხოვრობდი მასთან ერთად თბილისში და ბებია, რთული ცხოვრება გაიარა, ომი ისა, ესა და ამ დროს რთული ცხოვრება ქონდა გავლილი. და მახსოვს ეხლა როცა 70-იანი, 80-იანი წლები თბილისში, კარგად ცხოვრობდით ეხლა მაშინ პრობლემა არ იყო ჭამასმის და რაღაც, მაგრამ ხელები ქონდა დამწვარი სულ. იცით რატო ქონდა დამწვარი? ასანც რო ანთებდა და მოუკიდებდა გას, იმ ნამწვავს, ესე იგი ბოლომდე ხო არ იწვებოდა ის ასანთი ღერი, იმას ინახავდა. და მეორეჯერ რო იქნებოდა ერთი ის ანთებული, ერთი კამფორკას ვეძახით, არ ვიცი ქართულად რა ქვია. ერთი რო იქნებოდა ანთებული, ახალ იმას კი არ გაკრავდა ასანთს. იმ ძველს დარჩენილს მოუკიდებდა ამერცე და აქეთ გადმოანთებდა და ზოგჯერ ხელი ეწვებოდა. იმიტომ რომ ის ნახევრად ჩამწვარი იყო ის ღერი და უკვე ბოლომდე იწვებოდა.
და ვეუბნებით რატო აკეთებ მაგას ეხა ასანთის პრობლემა ჩვენ კი არა საჭმლის არაფრის პრობლემა არა გვაქვს მაგრამ მიჩვეული იყო ძველ დროში რომ უჭირდათ ასანთიც კი უჭირდათ 100 აკეთებდნენ რატო მოიყვანე ეს მაგალითი? იმიტომ რომ როდესაც შენ მონობაში ხარ ბოროტის ზეგავლენის ქვეშ ხარ და უცებ თავისუფლდები, ხო? შენ გჭირდება გონების განახლება, რომ ეხლა გაილაღო, ბეჭები გაშალო და თქვა მე თავისუფალი ვარ. ვიღაც ადამიანები რას ლაპარაკობენ, ჩემზე რა მნიშვნელობა აქვს, მე უკვე დიდებული რამ მაქვს მე უკვე ესე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მაქვს გაკეთებული ცხოვრებაში მე შენ რას გედრები შენ მე რას შემედრები მე ღმერთის შვილი ვარ მე მდიდარი ვარ მე დიდებული ვარ ამას ყველაფერს ქვია გონების განახლება ძვირფასებო და ამიტომ არის დაწერილი განიახლეთ თქვენი გონება და ეს არის ზუსტად რწმენიდან რწმენაში გადასვლა დიდებიდან დიდებაში გადასვლა რომ ნელ-ნელა ჩვენ დავემსგავსოთ თავისუფალ ადამიანებს და დავემსგავსოთ ღმერთის იესოს შესაფერის ადამიანად გავხდეთ და ზუსტად ძვირფასებო თუ შენ სწორად ივლი საბოლოოდ შენ მიიღებ შენი ცხოვრების ბოლოს გადარჩენას მაგრამ თუ ისევ მონობას დაუბრუნდებით დაწერილი არის რომ უფალმა გაგანთავისუფლათო ქრისტემოდან უღარ დაუბრუნდებით მონობის უღელსო განიახლეთ თქვენი გონება და თუ შენ ისევ დაუბრუნდები მონობას და იტყვი რომ იცი რა მე ხლა ქრისტეთი რა ვიცი ქრისტეზე დავამყარო ბოლომდე იმედი მაინც კითხავთან მაინც ადამიანურთან მაინც ნალს ჩამოვკიდებ მაინც რაღაცას გავაკეთებ ხო ესეც იყოს და ისეც თუ შენ ისევ დაუბრუნდები მონობის რაღაცას მაშინ ვერ გადარჩები იმიტომ რომ შენ უარყოფ იესო ქრისტეს როგორც ერთადერთ მხსნელს ფაქტიურად შენ უარს ამბობ იმ შემოთავაზებულ ძეობაზე და მემკვიდრეობაზე რომელიც მოგეცა შენ იესო ქრისტესაგან ამიტომ მართალია შენ გამოგიხსნა იესო მაგრამ ვერ გადარჩები ვერ ცხონდები იმიტომ რომ ბოლომდე რწმენით ვერ მიდი რწმენით რომ იესო ქრისტე არის ყველა სახელზე მაღლა დიდება იესოს ამიტომ არის მნიშვნელოვანი რწმენაში წინ და წინ წახვიდე ინგლისურად კარგი არის keep walking ანუ გააგრძელე სიარული working მუშაობა სხვადასხვა walking-იც შეიძლება გააგრძელე სიარული გააგრძელე შენ თავზე მუშაობა გააგრძელე სიტყვაში ჩაფლობა გააგრძელე რწმენით სიარული გააგრძელე იმიტომ რომ თუ გაჩერდი დამყაყდები საჭიროა წინ და წინ სიარული დიდება იესოს ამიტომ ძვირფასებო წერილია რომ შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ რომ მიაღწიოთ გადარჩენას დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს ფილიპელთა 2:13-ში წერია რადგან ღმერთი ბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც მისი სათნოებისამებრ ანუ ღმერთი ბადებს თქვენში სურვილს წინ წახვიდეთ იმოქმედოთ და ეს მისი კეთილინება არის ანუ წინავის რომ განვიხილოთ კიდე დახსნა ძვირფასება მოდის საჩუქრად დაუმსახურებლად მაგრამ გადარჩენა და გამართლება მოდის დაუმსახურებლად მაგრამ გადარჩენა ეს შენი არჩევანია შენ შეგიძლია უარი თქვა ამ ყველაფერზე და შეგიძლია თქვა რომ ეს ჩემი არის მაგრამ თუ უარს იტყვი ძალით არავინ არ მოგცემ შენ გადარჩენას და ცხონებას რატომ? იმიტომ რომ თუ უარს იტყვი აღარ რჩება არაფერი რითაც შეიძლება შენ გამართლდე თუ უარს იტყვი იესო ქრისტეს სისხლზე მაშინ აღარ რჩება სხვა რამ რითაც შეიძლება გადარჩე დიდება ჩვენ უფალს